ალბათ პატარა შესავალი თუნდა გავაკეთოთ. ეს კვლევა ეხება 2024 წლის გვიან გაზაფხულსა და საფხულს. თუმცა შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არავის აღარ ცხელოდა მედია კვლევებისთვის. და ეხლაც რაღაცნაირად ცოტა უხერხულად გვცნობ თავს თითქოს რომ ანუ მედიის კრიტიკისთვის თითქოს დრო აღარ არის ქვეყანაში, იმიტომ რომ რაღაც საგანგებო რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე დიდი ხანია. და ეხლაც ან თქვენ საინფორმაციო გამოშვებას უყურებდი და ანუ ცოტა უცნაურია რომ ამ ყველაფრის ფონზე ისე მე მედიაზე უნდა ვილაპარაკოთ, თან თუ გავითვალისწინებთ თვითონ მედიის მდგომარეობა საქართველოში და რაღაცა ვთქვათ იგივე დახურულ ტელევიზიებს და შეწყვეტილ დაფინანსებებს სხვადასხვა მედია საშუალებებს. თუმცა თემა, რომელსაც ეხება ეს კვლევა, არის აქტუალური, იყო აქტუალური 2024 წელსაც და არის აქტუალური ახლაც და დარჩება მომავალშიც, მას შემდეგ რაც იმედია რომ ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას და ქართულ მედიას მაშინაც დაჭირდება იმის გაცნობიერება, თუ როგორ უნდა მიუდგეს კონფლიქტის რეგიონებს. თუ კი ვამბობთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მაშინ ეს რეგიონები ისევე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მედიის დღის წესრიგში, როგორც სხვა დანარჩენი რეგიონები. თუმცა ასევე რა თქმა უნდა, არავის არ აქვს იმისი ილუზია, რომ ოკუპირების პირობებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაშუქება ისევე იქნება შესაძლებელი როგორც სხვა რეგიონების. ამ ყოველივეს გათვალისწინებით მაინც ალბათ საჭირო არის რომ რაღაცნაირად გვედოს ხელი მედიის პულსზე, ხო? რომ როგორ მუშაობს მედია, რა არის წამყვანი ტენდენციები და ანუ რამდენიმე ტენდენცია შეიძლება საუბარი, რა თქმა უნდა, თავად კვლევა საკმაოდ მოცულობითი არის და ყველაფერზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რამდენიმე ტენდენცია შეიძლება საუბარი. პირველი ეს არის თავად რეგიონების მეტნაკლები იგნორირება და იქ მიმდინარე ამბების იგნორირება, თუ კი ეს ამბები არ შეეხება უშუალოდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. ამ რეგიონების უმეტეს ნაწილში ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება, ანუ ძირითადად ეს რეგიონები ქართული ტელემაყურებლების ეკრანებზე ხვდება იმ შემთხვევაში, თუ კი არის დაკავშირებული ომთან, მკვლელობასთან, ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა რეგიონებიდან გატაცებასთან, ოკუპაციასთან, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების რთულყოფა ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. ამის საპირისპიროდ შეგვიძლია ასევე ვნახოთ, რომ მაგალითად აფხაზეთის შემთხვევაში, როდესაც წარსულზე საუბარი ხდება აფხაზეთის რომანტიზება და იქნება რაღაცა იდეალისტური წარმოდგენა, თითქოს აფხაზეთი იყო სამოთხე, რომელიც დაიკარგა და იქ არ ხდება რეალური ისტორიული მოვლენების ჩვენება, ანუ რა უძღოდა წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, ან თქვათ იგივე სამხრეთ ოსეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ასევე დრო და დრო გვხვდება მაინც პრობლემური ტერმინოლოგია და დისკრიმინაციული გამონათქვამები, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე როგორც წესი არა თავად ჟურნალისტების, არამედ რესპონდენტების მხრიდან, ან როდესაც ჟურნალისტების მხრიდან არის, ეს უფრო მეტად მიემართებათ რუსებს და არა აფხაზებსა და ოსებს, რაც გაუმჯობესება არის თუ გავითვალისწინებთ წინა წლების გამოცდილებას, ასე რომ ვთქვათ, ბევრად ნაკლები არის ისეთ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად აფსუები აფხაზებთან მიმართებაში, რაც ხშირი იყო ხოლმე მედიაში. თუმცა ასევე მინდა რომ პატარა დათქმასავით გავაკეთო, ხა როდესაც ვსაუბრობ მე მედიაში არსებულ მდგომარეობაზე, ანუ არ მაქვს იმის უფლება, რომ ვისაუბრო მთლიანად მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. ანუ ეს კვლევა მოიცავს კონკრეტულ მედია საშუალებებს, არის 7 მედია საშუალების შესახებ მომზადებული, რაც განპირობებულია იმით, რომ ყველა კვლევას აქვს თავისი შეზღუდვები, როდესაც ერთი მკვლევარი ხარ ჩართული, ფიზიკურად არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერს უყურო. ანუ რო გითხრათ ახლა მოცულობა ვთქვათ იგივე სამუშაოს იყო რომ დაახლოებით 580-მდე საინფორმაციო გამოშვებას უყურე, საიდანაც 80-მდე, 85-მდე სიუჟეტის შერჩევა მოხდა, რომელიც შეეხებოდა ამ რეგიონებს.
და ეს იყო ძირითადად prime time-ში, ეგრეთ წოდებულ prime time-ში გასული საინფორმაციო საშუალებები, შესაბამისად არ მაქვს მე იმისი ლეგიტიმაცია, რომ ვისაუბრო მაგალითად დღის გადაცემებში რა ხდება, ან talk-show-ებში რა ხდება. თუმცა აი ზოგადად რა ვითარება დაახლოებით მონახაზის გაკეთების და დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს მაინც ძირითადი ტენდენციების თვალსაზრისით. კვლევაში აღნიშნული იყო, რომ აი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებულ თემებში არ ისმის მაინცსა და მაინც მათივე ხმა. შეიძლება თუ არა ამის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის ბუნებრივი ბარიერები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს მათივე განწყობების ასახვას ქართულ მედიაში და რა გამოსავალს ხედავთ ლაშა აი ამ თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, ეს თქვათ იგივე ეს რეკომენდაციების ნაწილსად საუბრობთ, რომ სასურველი იქნება თუ კი ქართული ტელევიზიები უფრო მეტად შეეცდებიან თქვათ იგივე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პერსპექტივებში ჩვენამდე ქართულ ენოვან მაყურებლამდე მოტანას, ანუ არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ ქართული ჟურნალისტები შეძლებენ ოკუპაციის პირობებში იქ თავისუფლად იმუშაონ, არ ვიცი, ჩაწერონ კომენტარები და უკავშირდნენ ადამიანებს, ერთი იმიტომ რომ ფიზიკურად ბარიერები არსებობს, იქ ვერ გადავლენ, მეორე იმიტომ რომ დიდი არის გაუცხოება ქართველებსა და აფხაზებსა და ქართველებსა და ოსებს შორის, შესაბამისად არ გვექნება იმისი ილუზია, რომ ოსი ან აფხაზი რესპონდენტები თქვათ ქართულ ჟურნალისტებს ენდობიან და მათთან საუბარი ენდომებათ. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით თქვათ იგივე ონლაინ მედიის პირობებში ძალიან დიდი ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში, ხო? შესაძლებელი არის, რომ გარკვეული ტიპის პერსპექტივები იმისთვის, რომ უბრალოდ ვიყოთ ინფორმირებულები, რა ხდება აფხაზეთის პოლიტიკაში, რა ხდება ცხინვალში, რა ხდება სოხუმში, იმის, რომ უბრალოდ ვიცოდეთ და არ ვიყოთ ამ რაღაცა მითების და ლეგენდების და სადღეგრძელოების ამარად არჩენილი და გქონდეს რეალური მოლოდინები, რეალური წარმოდგენები იმ შესახებ, რა პრობლემები აქვთ იქ ხალხს, რა მოლოდინები აქვთ, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველების მიმართ. რომ არ გქონდეს მხოლოდ რაღაცა გაზვიადებული წარმოდგენები, მიუხედავად ამ ყველანაირი შეზღუდვისა თუ ბარიერისა, მაინც არსებობს ეს რაღაცა რესურსები, რომ თქვათ იგივე იქნება ეს ონლაინ მედია, თუ იქნება მაგალითად, არ ვიცი, ექსპერტები, მკვლევრები, ისტორიკოსები, რომლებსაც მიუხედავად კონფლიქტისა მაინც აქვთ იქ კავშირები და მაინც ახერხებენ იმას, რომ იქაურ ადამიანებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და მათი შეხედულებები თუ პერსპექტივები ჩვენამდე მოიტანონ. უბრალოდ აქ შესაძლებელი არის ძალიან ხშირად ან სარედაქციო პოლიტიკა მედიებში, ან უბრალოდ გარკვეულწილად ჩვენი პერსპექტივა, ჩვენ როგორც ჟურნალისტების თუ რედაქტორების თუ მედია პროფესიონალების პერსპექტივა და ხანდახან რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, როდესაც შენ თავად მიეკუთვნები გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფს, ხო, ამ შემთხვევაში ქართველი როდესაც ხარ, რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რომ სრულიად უემოციო და სრულიად ნეიტრალური იყო, ყველანაირი ემოციებისგან იყო დაცლილი, მაგრამ პროფესიონალიზმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობ უარ საკუთარ ემოციებზე, არ ამბობ უარ საკუთარ იდენტობაზე, მაინც ახერხებ იმას, რომ დაინახო ადამიანებში ადამიანი და მათი პერსპექტივა მიიტანო მაყურებლამდე თუ მკითხველამდე.